ალავერდი ქართულ ხუროთმოძღვრებაში ერთ-ერთი დიდი და შთამბეჭდავი ტაძარია. ამ კულტურულ მემკვიდრეობასთან ჩვენ გვუნდს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს იმას, რაც ჩვენი იდენტობიდან მოდის, განსაკუთრებულად ვუვლით. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისაგან შედგება. წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, საეპისკოპოსო სასახლე, სიძველეთ საცავი, ფეიქარ ხანის საგრილობელი, მარანი და აბანო. ჩვენ ვართ უნიკალური ქვეყანა, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით. წმინდა გიორგის ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში და მისი სიმაღლე გუმბათიანად 50 მეტრს აღემატება. უძველეს კულტურას სჭირდება მუდმივი მოვლა პატრონობა. ჩვენ გუნდს ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული და მე ვფიქრობ, რომ ამას უკვე წლებია ძალიან ღირსეულად კარგად ვაკეთებთ. 2024 წლის 25 ივნისს სტიქიის შედეგად კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათი გადახურვის გარეშე დარჩა. ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდა ჯვარი. ჩვენ აკვაპირებთ მუზეუმის გაკეთებას და ვფიქრობთ, რომ ეს ჯვარი როგორიცაც აი ამ ქარიშხლის მერე ვნახეთ, ზუსტად ისევე დავაბრძანოთ სამუზეუმო დარბაზში, რომ ყველა ნახოს იმ კადრებთან ერთად თუ როგორი ქარვარვალა იყო ალავერდში. დაზიანდა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამეტის სახურავები. ჩამოიშალა სასახლის აივანი. მძიმე დაზიანებები მიადგა სამონასტრო კომპლექსში შემავალ ყველა ნაგებობასა და მიმდებარე ინფრასტრუქტურას. შეიძლება ითქვას, რომ ეს ქარვარვალა მოვიდა არსაიდან და წავიდა არსაით. საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 25 ივნისიდანვე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სახელმწიფოს მხრიდან არის სურვილი და თანადგომა ამ ერთ-ერთი გამორჩეული მონასტრის კულტურული მემკვიდრეობის სრულად რეაბილიტაციისა. შედეგად ტაძრის გუმბათზე დიდი თითბრის ჯვარი აღიმართა და შესრულდა წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათის გადახურვის სამუშაოები. გუმბათი გადაიხურა სპილენძის ფურცლებით, ლორფინის იმიტაციით. აღდგა ტაძრის მკლავებისა და ნავების სახურავზე დაზიანებული ლორფინები. მოიხსნა მცენარეული საფარი. ასევე აღდგენილ იქნა საეპისკოპოსო სასახლისა და ტაძრის დასავლეთ მინაშენის სტოას კრამიტის სახურავი. სრულად განახლდა სიძველეთა საცავის სახურავი. განხორციელდა კარიბჭეს სამრეკლოს რეაბილიტაცია და გუმბათზე აღიმართა ახლად ჩამოსხმული თითბრის ჯვარი, რის შემდეგაც მოეწყო სპილენძის ბურული. ასევე აგურებს შორის სივრცეების კირხსნარით ამოგოზვა განხორციელდა. ყველა ეს სამუშაო, რაც უშუალოდ სტიქიამ დააზიანა გასულ წელს, აღმოფხრილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი დამთავრებულია. ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება. გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია, ყოფილი კვლავაც სახელმწიფოს თანადგომის და კულტურის სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ვფიქრობთ ამ პრობლემების გადაჭრასაც და დაძლევასაც. ეკლესია როგორც მეპატრონე სახელმწიფო მეორეს მხრივ, რომელიც მოვლა პატრონობაშია ჩართული, პროფესიული წრეები, რომლებიც ამაზე ზრუნავენ და ჩვენ ყველა მხარე ვუსმენთ ერთმანეთს იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესი იყოს უმთავრესი, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ, გავიტანოთ და მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორი დიდი კულტურის ქვეყანა ვართ.